6 მაისის შემდეგ დავით გარეჯის ლავრის უდაბნოს მონასტერთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეები განლაგდნენ, როგორც მონასტრის სასულიერო პირები განმარტავენ, მესაზღვრეები ამ ტერიტორიაზე უკვე ტურისტებსაც კი აღარ უშვებენ. ეს ინფორმაცია მონასტრიდან ჩამოსულმა მღვდელმონაზვნებმა მაესტროს თავად აცნობეს. საკითხთან დაკავშირებით კი ინფორმაცია უკვე მიაწოდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. Telecompanija maestroში იმყოფება დავით გარეჯის მღვდელმონაზონი კირიონი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩვენს კითხვებს უპასუხებს. მოგესალმებით და მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში საინტერესოა და მოგვიყევით, რა ვითარებაა ამ დროისთვის უდაბნოში. დღევანდელი არსებული მდგომარეობით ჩადგნენ უდაბნოს მონასტერში აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, რის შედეგადაც აიკრძალა ტურისტების სასულა უდაბნოს მონასტერში. და დღესდღეობით უკვე არსებული მდგომარეობით ქართველი ტურისტი მომლოცველი იქ უკვე ვეღარ ადის. ანუ ესეთი ფაქტი უკვე დაფიქსირდა, ტურისტები ჩავიდნენ და ის არ მიუშვეს, ანუ რას ეუბნებიან, რა არის პასუხი, რატომ არ უშვებენ იქ ტურისტებს? პასუხად არის ის შემდგომი მდგომარეობა, რითაც ორჯონიკიძის დროს გადაცემული ტერიტორია, რომელიც გადასცეს აზერბაიჯანელ წყემსებს თხოვნით, შემდგომ მოხდა ამ ტერიტორიების მოგვიანებით პირობითი საზღვრის გავლება, რომელიც გაივლო ამ მონასტრის თხემზე, მაგრამ ეს არის პირობითი საზღვარი, ვიმეორებდა არა დადგენილი საზღვარი და დღეს უკვე აი 6 მაისს სულ რაღაც 6 დღის წინ მოხდა უკვე აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ამ ტერიტორიის დაკავება. ის შეგადაც უკვე ჩვენი მხარეც უკვე აცხადებს, რომ ჩვენ იქ აღარ უნდა ვედეთ და იქ ასვლის უფლება ქართულ ტურისტს აღარ აქვს. და თქვენ თუ გაქვთ იქ ასვლის უფლება და თუ გაესაუბრეთ თავად თქვენ მესაზღვრეებს? უშუალოდ ჩვენ მონასტრის წევრებს არ გვიგრძალავენ იქ ასვლას, ავდივართ, მაგრამ მდგომარეობა შემდეგშია, რომ მესაზღვრეებმა არ იციან არც რუსული, არც სხვა უცხოური ენა და ამის გამო ჩვენი კომუნიკაცია არ დგება მათთან. და ვინმეს თუ მიმართეს, რამდენად ჩვენთვის არის ცნობილი, საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე აცნობეთ ამის შესახებ. დიახ, აცნობეთ, მაგრამ კონკრეტული პასუხი, რომელიც ამ პრობლემას გადაჭრის, მოცემული არ იქნება. და როდის მიმართეთ იქნებ განმარტოთ? ეს იყო 4 დღის წინ. სამშაბათს. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართეთ? და საპატრიარქოსაც სავაყენეთ საქმის ყურში და რა თქმა უნდა რეაგირება ჩვენგან მოხდა საპატრიარქოდანაც, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯი სახელმწიფოს მხრიდან, რომელიც ამ პრობლემას გამოაწორებს, შეჯერებით არ იქნება. თუ შეიძლება საზოგადოებას უფრო კონკრეტულად რო განუმარტოთ, ანუ უდაბნოს რა ტერიტორიაზეა საუბარი, იმიტომ რომ რამდენად ჩემთვის არის ცნობილი, ეს საკითხი მუდმივად დავის საგნად რჩება ხოლმე. ეს არის ჩემო კეთილებო, ყველაზე ერთ-ერთი უწმინდესი ტერიტორია და ადგილი უდაბნოსი. აქ მდებარეობს პირველ რიგში მამად დავითის სამლოცველო სცენა კი ამ მონასტერში და მეორე აქ მოხდა 6000 გარეჯელი ბერის მოსვლა შაჰაბაზის მიერ. ეს არის უწმინდესი ადგილი. თუ შეიძლება ითქვა საქართველოში ამნაირი უწმინდესი ადგილი შეიძლება რაღაც აი სულ რაღაც 3-4 თქვა და რაღაც არა მეტი. ანუ ეს არის მე-7 საუკუნიდან დაარსებული მონასტერი, სადაც არის უნიკალური კედლის მხატვრობა, რომელიც შესულია იუნესკოს დაცვის ქვეშ და არის უძველესი ქართული ფრესკები, უძველესი სამართლის ცხოვრება. ამიტომ ამ ადგილის დათმობა ეს ნუ რაღაც ყოველად გაუგებარ და ყოველად დაუშვებელია ჩვენთვისაც და ალბათ მთელი საზოგადოებისთვისაც. ამ ადგილთან დაკავშირებით დავა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, იყო საუბარი ფრესკების დაზიანებაზეც. თქვენ რა შეიძლება თქვათ, ანუ არაერთხელ მიმართეთ სახელმწიფო სტრუქტურებს, რა დახმარება იყო მაშინ გაწეული და ამ შემთხვევაში რა ელოდებით, ანუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს პასუხი თუნდაც ამ ფაქტთან დაკავშირებით? იცით რა არის მოლაპარაკება იყო შემდგომი, რომ სანამ დადგინდებოდა საბოლოო საზღვრები ჩვენსა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს შორის, ეს ტერიტორია იქნებოდა ჩვენს მონასტრის და ქართული მხარის სარგებლობაში. მაგრამ აი რა მოხდა 6 მაისს, რამ გამოიწვია აზერბაიჯანის მესაზღვრეების აი ამნაირი ნაბიჯები, ეს ყოველად გაუგებარია. არც იმ მხრიდან მოსულა ჯერ რაღაცა კონკრეტული ახსნა და არც ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყოფილა კონკრეტული ახსნა, თუ აი ის შედეგად მოხდა ეს, რაც თქვა 6 მაისს დადგა უკვე ფაქტი. ანუ რეალურად თქვენ ამბობთ, რომ საფრთხე იმის არსებობს, რომ ეს ტერიტორია დაიკარგოს. რა თქმა უნდა, უკვე ისინი დგანან, ჩვენ ვეღარ ავდივართ. თუ ეს საზღვარი ნეიტრალური ტერიტორია, მაშინ რატო არ დგანან ჩვენი მესაზღვრეები და რატო არ იცავენ ისინი იმ საზღვარს და იცავენ აზერბაიჯანელები?
ყოს ელემენტარულია საკითხი, ხო? იქ არ ვდგევართ ჩვენ, არ დგას ქართული მხარე, დგას აზერბაიჯანული მხარე. ისინი აცხადებენ ამაზე პრეტენზიას და არაერთხელ ისინი მოდიოდნენ ჩვენთან კომისიების სახით, მათი დელეგაციები და კომისიები პირდაპირ გვეუბნებოდნენ, ეს ჩვენი ტერიტორია არის, ეს არის ალბანური კულტურა. კარგით, გასაგებია, თქვენ უკვე მიმართეთ, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუმცა პასუხი ამ ეტაპზე არ მიგიღეთ. რა იქნება თქვენი შემდგომი, ანუ მოქმედება, ვის მიმართავთ, რას აპირებთ? არა, ჩვენი მოქმედება, ჩემო კარგო, რა ვიცი, რა უნდა იყოს, ჩვენი მოქმედება არის ყოვლად შეუგუებლობა ამ ფაქტის მიმართ. აქვეა ზნეობრივ, მორალურ და მოქალაქეობრივ დონეზე. ჩვენ ახლა კონკრეტული ბრეკეტები მონასტერი ვართ, მონაზვნები ვართ, არ გაჩნია არაფერი, ხომ? ამიტომ ჩვენ ხოლმე ვამბობთ პოზიციას, გეუბნებით საზოგადოებას ამბავს. თქვენ ქართულ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, რომ ეს არის ჩვენი უწმინდესი ადგილი, უწმინდესი მონასტერი, რომელსაც ჩვენ თუ არ დავიცავთ, ფაქტია, რომ დღეს დგას საფრთხის ქვეშ, რომ ის თქვა დღეს გახდეს უკვე აზერბაიჯანის სახელმწიფოს მოქმედებარების ქვეშ.